ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის პლენარულ შეხვედრას წელს საქართველოს უმასპინძლა აუდიენციისას რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის სავაჭრო რეგულაციები და ბარიერები. საქართველოს ერთი წლით ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა აპრილში გახდა. ღონისძიებას ამერიკის, კანადის, არგენტინის, ჩილეს, სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ის რომ საქართველოს არის გახდა მონაწილე 2010 წლიდან საქართველოს არის წევრი ამ ორგანიზაციის და ის რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ჩვენი აზრი და ამ შემთხვევაში მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვართ ლიდერი ამ ორგანიზაციისა ფაქტიურად და შემდგომ კრებას ჩავატარებთ ბრიუსელში. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. მე ვარ მეღვინე კალიფორნიიდან, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ჩვენი მასპინძლობისთვის. მოხარული ვარ რომ მომეცა საშუალება გავეცნო ქართულ კულტურას, ვნახო არაჩვეულებრივი ქართველები და დავაგემოვნო თქვენი შესანიშნავი ღვინო და კერძები. ღვინის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 8 ქვეყანას აერთიანებს. ამ ქვეყნების მთავრობები თანამშრომლობენ ერთმანეთთან მსოფლიოში ღვინით ვაჭრობის ხელშეწყობისთვის. საქართველოს არის ლიდერი რეგულაციებისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში და ჩვენ ვაფასებთ ამას. ჩვენ ველით რომ საქართველოს ღვინის ინდუსტრიასთან ვითანამშრომლებთ.